უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც უკრაინაში სრულ მასშტაბიანი დაპყრობითი ომი მიმდინარეობს და ყურადღება უკვე იმაზე გადადის, თუ რამდენად შესაძლებელია 2025 წელს ამ ომის დასრულება. ამ საკითხებზე ვესაუბრე ანდრეი ერმაკს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და იენ სტოლტენბერგს, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს. უკრაინის შეჭრიდან უკვე მეოთხე წელი დაიწყო და ყურადღება ძირითადად იქით არის მიმართული. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მტრობა 2025 წელს დამთავრდეს. უკრაინის გამარჯვების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024 წელს წარადგინა როგორც ძირითადი ჩარჩო გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მაინც სად ვართ სამშვიდობო ფორმულის კუთხით? რა ეტაპზეა გეგმა? It was very important that during the last year we have the opportunity to realize. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გასულ წელს საშუალება მოგვეცა გაგვეაზრებინა ეს. უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც მან კუნძულ ბალიზე გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე წარადგინა, არის მშვიდობის ფორმულა. მინდა განვმარტო ეს მშვიდობის ფორმულა. ის მოიცავს 10 პუნქტს, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა ნამდვილად მოგვეცეს საშუალება ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით და ყველა სხვა თვალსაზრისითაც ეს ომი დასრულდება და სამართლიანი მშვიდობა აღდგება და რომ დასრულდება ომის მიერ გამოწვეული ყველა კრიზისი. And we settled all the crises which created this war. თქვენ ასევე ახსენეთ პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვების გეგმა, რომელიც ძალიან კონკრეტული დოკუმენტია. აუცილებელია, რომ პირველ რიგში ჩვენმა ყველა პარტნიორმა და მოკავშირემ გააძლიეროს უკრაინის პოზიცია მომავალი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ უკვე პრაქტიკულად 3 წელია ვებრძვით ქვეყანას, რომელიც ჩვენზე ბევრად დიდია. ბევრად მეტი მოსახლეობა ჰყავს და ბევრად მეტი იარაღი აქვს. და თანაც ის ბირთვული სახელმწიფოა. ჩემი აზრით, ეს ყველა დოკუმენტი ახლა დარჩეულ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ საშუალებას მოგცემს წინ წავიდეთ, როგორც ალიანსი და ისეთი კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც შესაბამისად მოამზადებს და გააძლიერებს უკრაინას ისე, რომ შევძლოთ ამ ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით. უკრაინელებზე მეტად არავის უნდა ამ ომის დასრულება. Steps to prepare to make position of Ukraine strong and of course to go to the end of this war by the just peace. No more than Ukrainians want to end this war. ბატონო სტოლტენბერგ, როდესაც თქვენ იყავით ნატოს ხელმძღვანელი 2014-2024 წლებში, სწორედ მაშინ 2014 წელს შეიჭრა რუსეთი პირველად უკრაინაში და შემდეგ უკვე სრულ მასშტაბიან ომზეც გადავიდა. როგორ გონიათ, 2025 წელს რამდენად ახლოს ვართ იმ ომის დასასრულთან, რომელიც 2022 წელს კი არ დაიწყო, არამედ 10 წლის წინ? Wars are by nature unpredictable, so I'm very careful to predict exactly what ომი, როგორც წესი, არ ექვემდებარება პროგნოზს. მე ძალიან ვფრთხილობ, რამე ვიწინასწარმეტყველა, თუ გამოხდება ზუსტად 2025-ში. მაგრამ რა კი ამ საკითხს შევეხეთ, სავსებით შესაძლებელია, რომ წელს ეს ომი დასრულდეს, რადგან რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის. დიახ, სიტუაცია ძალიან რთულია ბრძოლის ველზე. დიახ, რუსეთი წინ მიიწევს და იმატებს გარკვეულ ტერიტორიას, მაგრამ ამასთან რუსეთი ძალიან მაღალ ფასსაც იხდის. როდესაც ეს ომი დაიწყო, მათ ეგონათ, რომ კიევს რამდენიმე დღეში აიღებდნენ, უკრაინას კი რამდენიმე კვირაში. ასე არ მოხდა. უკრაინელებმა შეძლეს იმ ტერიტორიის 50%-ის დაბრუნება, რომელსაც თავიდან რუსეთი აკონტროლებდა. ისინი დღეში 1000 კაცზე მეც კარგავენ. მსხვერპლის რაოდენობა 1000-ს უტოლდება. ინფლაცია რუსეთში ოფიციალურად 10%-ია. რეალურად დიდი ალბათობით ბევრად მაღალი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი 21%-ია და უკიდურესად უჭირთ მუშახელი, რადგან ასობით ათასმა შესაძლოა მილიონობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა. They have an urgent lack of workforce because hundreds of thousands, millions have perhaps left the country. ბევრიც ფრონტზეა წასული, ბევრიც უკვე ემსხვერპლა ომს და ბევრიც თავდაცვის ინდუსტრიაში მუშაობს. ამიტომ ეკონომიკის დანარჩენი სექტორები ზარალდება. ახლა რუსეთზე წნეხის შემცირების დრო კი არ არის, არამედ იმის, რომ დავარწმუნოთ, დასხდნენ და სამართლიან მშვიდობაზე მოილაპარაკონ. სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ დავარწმუნოთ ამერიკის შეერთებული შტატები, რათა განაგრძონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ევროპული მხარის მეტი ჩარევა კი უკრაინას მისცემს ისეთ სამხედრო დახმარებას, რომელიც სჭირდება. Support Ukraine with Europeans stepping up, that will give Ukraine the military support they need. მაინც რა დოზით ისურვებდით ბატონო ერმაკ ევროპელებისა და ამერიკელების ჩარევას. რა იქნებოდა იდეალური თქვენთვის ახლა, რა კი ახალი ადმინისტრაციისაგან მეტის მოსმენას ველოდებით? Necessary to be honest.
Why after the full-scale invasion we with my focus უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გულწრფელობა. რატომ გადავწყვიტეთ სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ სანქციებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა? იმიტომ რომ თავიდან გამოშვებული სანქციები ერთი შეხედვით კარგი ჩანდა, მაგრამ ფაქტობრივად არ იმუშავა. რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და კიდევ გაუარესდება. საჭიროა ამ სანქციების მიმართულებით მუშაობა. თუმცა რა თქმა უნდა, თუ ევროპელებზე მეკითხებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად განაცხადა ამის შესახებ თავის მიმართვაში. ჩვენ გვჭირდება ევროპის ერთიანობის შენარჩუნება. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა და ერთიანობა ევროპასა და ამერიკას შორის. და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა რაც შეიძლება მალე გაიმართება. European countries and United States. And I hope that the meeting between President Zelensky and President Trump will take place as soon as possible. თუმცა დონალდ ტრამპის აზრი უკვე მოვისმინეთ საარჩევნო კამპანიის დროს. ასე რომ მოგვიწევს გავიხსენოთ მისი კამპანიის დროინდელი განწყობა და დაპირება, რომ მას შეუძლია 24 საათში დაასრულოს ომი. შემდეგ აზრი შეიცვალა და თქვა, რომ ომის დასრულება პირველ 100 დღეში იქნება შესაძლებელი. ახლა ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა 6 თვეზე ვრცელდება. ამ მოსაზრებებიდან ჩემი აზრით 24 საათში ომის დასრულება ყველაზე ცუდი სცენარია უკრაინისთვის. ომის 100 დღეში ან 6 თვეში დასრულება უკეთესი არჩევანია უკრაინისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა ჩაერიოს ამერიკის ადმინისტრაცია? Well, first of all, I think that we need to realize that everyone wants this war to end. პირველ რიგში ჩემი აზრით ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველას უნდა ამ ომის დამთავრება. პრობლემა ისაა, რომ ყველაზე სწრაფად ომი წაგების შემთხვევაში დასრულდება, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას, ეს მოიტანს უკრაინის ოკუპაციას. ასე რომ ჩვენი ამოცანაა ომის დასრულება ისე, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დამოუკიდებელ ერად ევროპაში. აი ეს არის გამოწვევა. მე არ მგონია, რომ შეგვიძლია პუტინს აზრი შევაცვლებინოთ. დარწმუნებული ვარ, პუტინს აქვს ამბიცია, რომ აკონტროლოს უკრაინა, რომ კიევში თავისი მარიონეტი მთავრობა დასვას. მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი გათვლები, თუ კი მას ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს საკუთარი მიზნების მისაღწევად. და ეს ფასი დაითვლება ბრძოლის ველზე ყოველდღე დაკარგული ცოცხალი ძალის, განადგურებული ჯავშენ ტექნიკის, სამხედრო შერეღების მიხედვით, რასაც დაემატება ეკონომიკური ზარალი, ინფლაცია, ეკონომიკის გადახურება და მაღალი საპროცენტო განაკვეთები. Overheating the economy, high interest rates. მაშინ პუტინმა შესაძლოა შეცვალოს თავისი გათვლა და მოინდომოს იძულებული გახდეს დაждდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის პირობას. და ერთადერთი გზა, რათა მივახციოთ მისი გათვლის შეცვლას, არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. Is to provide weapons to Ukraine. როგორ გონიათ, ის უფრო დასაშვებია, რომ რუსეთი ვაიძულოთ დათანხმდეს ამ ყველაფერს, თუ ის, რომ უკრაინა ვაიძულოთ დათანხმდეს მისთვის ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს? The President Zelensky very clear. He never go for any compromise for the independence. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი ზელენსკის პოზიცია სრულიად ნათელია. იგი არასდროს მიდის კომპრომისზე უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით. და რატომ ვსაუბრობთ ყოველთვის იმაზე, რომ უკრაინას სჭირდება პოზიციების ყოველმხრივ გაძლიერება? იმიტომ რომ ფაქტობრივად 3 წელია ვებრძვით ქვეყანას, რომელიც ჩვენზე გაცილებით დიდია და ბევრად მეტი ხალხი ყავს. და ეს ქვეყანა არ არის დემოკრატიული. უკრაინა არაფერს ითხოვს იმაზე მეტს, რაც საერთაშორისო სამართალსა და შეთანხმებებში არ წერია, რომელთაც პატივისცემს ყველა ქვეყანა 1%-ის გამოკლებით. ჩვენ შეგვიძლია არგუმენტების ახსნა, ყველაფერი რაც კი გამარჯვების გეგმის მშვიდობის ფორმულაში წერია. 100%-ით ეფუძნება საერთაშორისო სამართალს. It's 100% based of the international law. რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება შევქმნათ, როდესაც საუბარია ბუდაპეშტის მემორანდუმში ჩადებული უსაფრთხოების გარანტიების შეცვლაზე, რომლებმაც არ იმუშავა. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია ნატოს ფარგლებში შეიქმნას ეს უსაფრთხოების გარანტიები. Well, I strongly believe that a law მე მტკიცეთ მჯერა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა დამოკიდებულია უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე, რადგან მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა რაღაც ფორმით. ხშირად სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი და შემდეგ უკვე დადგინდება მთელი ხაზი. პრობლემა ის არის, რომ უკრაინაში ადრეც შეთანხმებულან ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა და რუსეთი აღმოსავლეთ დონბასისკენ წავიდა 2014 წელს. ჩვენ დავდეთ მინსკის შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ხაზს ეხებოდა. მაგრამ რუსეთმა დაარღვია ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში. და შემდეგ, რასაკვირველია, გვჭირდება და მე ხანდახან ვამბობ, რომ გვჭირდება რაღაც უკეთესი, ვიდრე ბუდაპეშტის შეთანხმება იყო. თუმცა ეს არც ბუქარესტის შეთანხმება იქნება, რადგან ბუქარესტში ნატომ ამ ორგანიზაციის წევრობის პირობა მისცა.
ბუდაპეშტის მემორანდუმის ზოგიერთი ნაწილი საერთოდ არ გამართლდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ძლიერი და საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია არის მეხუთე მუხლი, რაც ნატოს წევრობას ნიშნავს. ამან გაამართლა და კიდევ გაამართლებს. და რა თქმა უნდა, ეს ნატოს გადასაწყვეტია, თუ რამდენად ფართოდ გავრცელდება მეხუთე მუხლის მოქმედების არეალი. ასე რომ მე მტკიცედ მჯერა, ამ ომის დასრულების ერთადერთი სანდო გზა ვერ იქნება ტრადიციული და ეს უნდა იყოს უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიების მიცემა. ამის მერე კი ყველაზე მკაფიო და საუკეთესო გზა არის ნატოს წევრობა. რასაკვირველია, მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ ენთუზიაზმს არიჩენს ყველა ქვეყანა, ამიტომ იქნებ მეორე საუკეთესო გამოსავალზე ვიფიქროთ. და ეს მეორე საუკეთესო გამოსავალი უპირველეს ყოვლისა იქნება უკრაინის კბილებამდე შეერაღება. იმიტომ რომ თუ კი 2014-ში რამე შეგვეშალა, სწორედ ის შეგვეშალა, რომ არ დავიწყეთ უკრაინის შეერაღება 2014-შივე და გადავდეთ 2022 წლამდე. Second best solutions are first of all, and that will apply anyway, is to arm the Ukrainians to the teeth. Because if there was anything we did wrong in 2014, was that we didn't arm Ukraine from 2014 until 2022. ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, რადგან სულ რამდენიმე წამი დამრჩა, როგორ გონიათ იყო თუ არა შეცდომა უკრაინის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არ იყო შეცდომა, რადგან ანდრეი სავსებით მართალია. თუ უკრაინა ომს წააგებს და ბირთვული სახელმწიფო რუსეთის შეძლებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, მაშინ ეს იქნება გაკვეთილი, რომ საკუთარი თავის დასაცავად ბირთვული იარაღი აუცილებელია და რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა არ ღირს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და უკრაინელები მოვამარაგოთ იმ იარაღით, რომელიც სჭირდებათ ბირთვული აგრესორისგან თავის დასაცავად. To defend themselves against a nuclear aggression. ჩვენ ვესაუბრებოდით იენს სტოლტენბერგსა და ანდრეი ერმაკს. დიდი მადლობა თქვენ. კარგი იქნებოდა მეტი დრო გქონოდა. მერწმუნდით იმდენი კითხვა დამრჩა კიდევ. დიდი მადლობა და მადლობა ყველა გამომსვლელს.